ბოლო სათნოებად წვერვალი, რომელიც არის სათნოების წვერვალი, ამას ითხოვს ბოლო სეფრე მასური, რომ სული სიყვარულისა მომადლე მე. და სიყვარული კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ეს არის მდგომარეობა, რომელიც შორს არის ყოველგვარი სიძულვილისა, ბოროტებისა, ეგოიზმისა, ანგარებისა, მრისხანებისა, ყოველივე ამის საწინააღმდეგო მდგომარეობა არის. ამიტომ ჩვენ როდესაც ჩვენ თავს ხედავთ, ხან არ გვიყვარს, ხან ბოროტებას ჩავდით, ეგოიზმი გვაწუხებს, ანგარება, მრისხანება, თუ ადამიანი ამასაც ვერ ხედავს, მაშინ ის ჯერ ქრისტიანი საერთოდ არ არის, იმიტომ რომ ქრისტიანობის პირველი საფეხური არის ის, რომ ადამიანი იწყებს საკუთარი თავის შემეცნებას და სწავლას და ხედვას და ხედავს სწორედ იმ თვისებებში, რომელიც აქ ჩამოვთვალე. და სიყვარული ეს არის მდგომარეობა, რომელიც ისეთ თვისებებთან თანამყოფობს, როგორც არის თავისუფლება, იმიტომ რომ სიყვარული არ არსებობს თავისუფლების გარეშე. თანამყოფობს ისეთ თვისებებთან, როგორც არის პიროვნული ურთიერთობა და ურთიერთობა პიროვნული არა ინდივიდების ურთიერთობა, სადაც ყველა თავისას ცდილობს, არამედ პიროვნებების ურთიერთობა, როცა ადამიანი სხვისას ცდილობს, თუნდაც საკუთარი თავი დაზიანდეს და ეს თავისუფლებას და ეს პიროვნული ურთიერთობაც ეს არის სიყვარულთან ერთად თანამყოფი საღვთო ენერგიები, საღვთო მადლის, ანუ ღვთის შეუქმნელი ენერგიების გამოვლინებებია. და ეს ყველაფერი არის, რადგან ღმერთის ენერგიებია, საღვთო მადლია, ტრანსცენდენტული ღირებულება. ანუ სიყვარული არის საღვთო თვისება, საღვთო ენერგია, რომელიც თავისუფლებასთან და პიროვნულ ურთიერთობასთან ერთად არსებობს და აი ეს სამივე თვისება, სიყვარული, პიროვნული ურთიერთობა და თავისუფლება, ეს არის ყოვლადწმინდა სამება ღმერთის, ანუ ყოფიერების, საერთოდ ყოფიერების საწყისის თვისებები. ბიბლიაში პირდაპირ გვიწერია, რომ ღმერთი სიყვარულია. რადგან ღმერთი ყოვლადწმინდა სამებაა, ღმერთი ურთიერთობაა, პიროვნული ურთიერთობა ყოვლადწმინდა სამების პირებს შორის და რა თქმა უნდა, ღმერთი არის თავისუფლება, რომელსაც შეუძლია მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი გათავისუფლება. რატომ არის ღმერთი თავისუფლება? იმიტომ რომ ღმერთი შეუქმნელია, მას ყოფიერების მიზეზი თავის გარეთ არ აქვს. ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ უნდა და არსებობს. ხოლო ჩვენ ვარსებობთ, იმიტომ რომ ინება და ვარსებობთ. ანუ ჩვენი ყოფიერების მიზეზი გარეთ არის. ამიტომ ჩვენ თავისუფლება არ გვაქვს, თუ სამყაროს ჩვეულებრივი ქმნილებანი ვართ. მაგრამ საოცრება ის არის, რომ თან ქმნილებანი ვართ, მაგრამ თან ჩვეულებრივი არა ვართ. იმიტომ რომ ჩვენთან ერთად მუდმივად ღმერთია, რომელიც გონება მიუწვდომლად გვაძლევს თავისუფლების ნიჭს, მონიჭებულს, მოცემულს, რომელიც ჩვენი არ არის. როგორც მადლის მიერ ღმერთობას გვაძლევს, როგორც მადლის მიერ ღვთისშვილობას გვაძლევს, იმიტომ რომ ადამიანი ღმერთი როგორ არის, ხო? ქმნილებაა. მაგრამ მადლის მიერად გვაძლევს ღმერთობას, ადამიანი ღმერთის შვილი როგორ არის, ადამიანის შვილია, მაგრამ მადლის მიერად გვაძლევს ღვთისშვილობას, ამიტომ ამაჩვენოს მოგცა, ადამიანი თავისუფალი როგორ არის, როცა ქმნილებაა და დეტერმინირებული ამ სამყაროში, მაგრამ მადლის მიერად გონება მიუწვდომელად გვაძლევს თავისუფლებასაც, მაგრამ ეს ყველაფერი რო რეალიზდეს, ისევ რომ გავიმეოროთ, ის სათნოებები უნდა რეალიზდეს ჩვენში სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება, რომლის გარეშეც არ არსებობს ეს საღვთო თვისებები, როგორიც არის თავისუფლებისა, სიყვარულისა, ჭეშმარიტი პიროვნული ურთიერთობებისა და თუ ადამიანს გონია, რომ თავისუფალიც არის და კარგი ურთიერთობებიც აქვს და სიყვარულიც აქვს და თავისუფალიც არის და ის წინა თვისებები არ აქვს, მაშინ ასეთი ადამიანი ხიბლის ქვეშ იმყოფება.